2026 წლის ბოლოსთვის ანალიტიკოსები ნავთობის გლობალური ფასის შემცირებას ელიან. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს პროგნოზით, ივნის-ივლისში ნავთობის ფასი ბარელზე $90-120 ფარგლებში იქნება, წლის ბოლოსთვის კი $89-მდე დაიკლებს. თუმცა ანალიტიკოსების განმარტებითვე პროგნოზი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მოვლენები ახლო აღმოსავლეთში. თავის მხრივ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ცდილობენ, რომ გლობალურ ბირჟებზე მიწოდების გაზრდით ფასების ზრდა შეამცირონ. ირანში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზრებზე პირველად ისტორიაში ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გამოუშვეს. ბაზრისთვის ეტაპობრივად მთლიანობაში დაახლოებით 400 მილიონი ბარელის მიწოდება იგეგმება. საქართველოში თხევადი გაზის იგივე LPG-ს მოხმარება მზარდია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-მაისში წლიურად იმპორტი თითქმის 17%-ით 47,000 ტონაზე არის გაზრდილი. საქართველოს თხევადი გაზი ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს, თუმცა როგორც სექტორულ ასოციაციაში ამბობენ, ქვეყანა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში თხევადი გაზის იმპორტის დაწყება ყაზახეთიდან განიხილება. საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ორგანიზაციაში ელიან, რომ ყაზახეთიდან LPG-ს იმპორტის დაწყება ფასებზე დადებითად აისახება და პროდუქტი გაიაფთება. საქართველოს ყირგიზეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გააფორმეს, რომელიც ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. რეგულარული ფრენების დაწყება იგეგმება თბილისსა და ბათუმს შორის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 25 ივნისიდან რეისებს კვირაში 4-ჯერ ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისი-ბათუმი, თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას Boeing 727 ტიპის ხომალდით შესრულდება. ქალაქების გამწვანებასა და თანამედროვე ურბანულ განვითარებასთან ერთად საქართველოში ლანდშაფტის დიზაინზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით დიზაინერების მომსახურებაზე მოთხოვნა გასამაგებულია. ინტერესია როგორც ბიზნეს ცენტრებისა და დეველოპერული პროექტების, ასევე კერძო მომხმარებლების მხრიდანაც. ყველაზე გაყიდვად პროდუქტად კი მარადმწვანე მცენარეები რჩება. მზარდი მოთხოვნის მიუხედავად სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ადგილობრივ ბაზარზე სანერგეების დეფიციტი სახელდება. ლანდშაფტის დიზაინზე ყველაზე მაღალი ინტერესი თბილისშია, რომელსაც ბათუმი და ქუთაისი მოსდევს. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ბაზარი განვითარებას აგრძელებს, თუმცა ევროპულ სტანდარტებთან და მასშტაბებთან დასაახლოებლად სფეროს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პროგრესი სჭირდება. ნატურალური ნუგბარის მწარმოებელი ჩაროსი გაფართოებას და ტექნოლოგიურ გადაიარაღებას გეგმავს. კომპანია ამ ეტაპზე 10-მდე დასახელების მინი ჩურჩხელას და სნექებს აწარმოებს. წარმადობა კი, რომელიც დღეში 25 კილომდეა, ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. შესაბამისად, კომპანია დღიური წარმადობის 50 კილომდე ზრდას გეგმავს. ამ ეტაპზე ჩაროს საწარმოები ტყიბულსა და ნიკორწმინდაში აქვს. პროდუქცია საქართველოს მასშტაბით იყიდება, თუმცა სამომავლოდ მიზანი ქართული ტრადიციული ნუგბარის ექსპორტზე გატანაა.